გამარჯობათ, ამ ვიდეოში განახებთ ერთ-ერთ coins, Cryonic coin-ი, რომლის კურსიც არის რაღაც ძალიან მინიმალური თანხა. მე ამ ერთ-ერთ ტრეიდინგ საფულეზე შევისყიდე რაღაც 350.000-ის დაახლოებით ამიჯდა $50. ეს coin-ი გადავიტანე ჩემს კომოდოს საფულეზე და ეხლა რა ხდება? აი ეს 354.000 ამდენი მაქვს ამ coin-ის ერთადერთი ტრეიდინგ პლატფორმა არის ის Nestex-ი, სადაც მე შევისყიდე ეს coin-ი და ეხლა ვაპირებ ესეთ რაღაც. ეს მეორე ტრეიდინგ პლატფორმა აქ არ ვარ დარეგისტრირებული. ჩემს საფულეს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ეს კომონდოს ვალეთი. ეს აქ მაქვს ანგარიშზე 354.000. ხო, რავი, ბევრი არაფერი აკლია 9 მილიონამდე. ეხლა აქედან რა შემიძლია მე? შემიძლია აქ დავამატომე ტრეიდინგ პლატფორმაზე რა. ანუ აქ მოხდება ამის ტრეიდინგი, რომელ ვალუტაში შემილია, იმ ვალუტაში გავყიდი. უბრალოდ გლობალური ბაზარიც ესე იმართება და ეხლა დავიწყო. ესე take order ეს არ გვინდა, market order-ი გვინდა, ჩვენი coin-ი, ეს არის ჩვენი coin-ი და აქ დავდებთ requests და market-ი ესე წარიმართება რა. მოდი ამ coin-ის requests დავდებთ, რომ ყიდიმე თუნდაც Tether-ში, ყველაზე მოთხოვნადი რაც არის. ოღონდ Tether-ი იყოს Binance-ის chain-ზე დაფუძნებული. აი აქ უდევს ვიღაცა ადამიანს რაღაც რაოდენობა ეს არის 145.000. ვიყიდიო 145.000-ას, რომ მე შემიძლია იმ წამსვე გავყიდო აი ამ კურსზე. ამას რაც აქ მითითებული, მაგრამ და ვიღაცას უდევს კიდე ვიყიდიო 158.000 ამ და ამ კურსზე. ხო, ორჯერ ორია. ეხლა შემიძლია მე ესეთი რაღაც გავაკეთო. 100.000, 1, 2, 3. ვყიდი მე კაი, ახლა $50 იყოს ჯამში. აი ეგ დაემატება ესეთი რაღაც. პირიქითაც შემიძლია შესყიდვაზე დავამატო, თუნდაც დაამაინინგებს ჩემს coins. ჩემ coins თუ დაამაინინგებს, შეიძლება ამ და ამ კურსზე გაყიდვა რა. Tether-ის განაღდება და რაღაცები ელემენტარული არის. ეს 100.000 დავდე. კიდევ ახლიდან. კიდევ მაქვს დამჭა 234.000. ხო, წავიდა. Market order. Cryonic საფულე. ეს Tether, ისევ Binance-ის chain-ზე. დავდოთ კიდევ 100.000. 1, 2, 3. დავდოთ რავი, $20 ვყიდი ამ რაოდენობას, მეთქი და ეს პროექტი გამო. ხარაშო, დანარჩენი 100 აქეთ დავდოთ. ეს მთლიანობაში მაქვს $50 შევისყიდე და კურსმა ძალიან აიწია თავარ პლატფორმაზე. წინა ვიდეოში ვიდეოს ძალიან გარკვევით და კარგად ყველაფერი. ვიდეოებს რო უყუროთ, ჩაწოდები მთლიან შინაარსს და არც ეს coin-იც ეხა ეს საფულეც არაა პოპულარიზებული, რომ იმე დაინტერესეს და ხვალ ვიყიდონ ეს თემა. აი, ხა რამდენი დამჭა? საფულეს დამჭა 154.000. ისევ market order. Cryonic-ი, Tether-ი. მოდი 154.000. 1, 2, 3 გავყიდოთ. რავი, რამდენში გავყიდოთ ეს რაოდენობა? დავუშვათ 50.000. ისა $50 ან თუნდაც $20. ეხლა შედარებით დაბალი ფასია. კაი, ჯანდაბას. ეს ვქნათ. და მარკეტი შეიქმნა უკვე რა, უბრალოდ ეს მე ვარ მარტო და ერთი ადამიანია და ესეც არაა პოპულარიზებული, რომ წამდაუწო მყიდულობდნენ და ყიდიდნენ რა.
ეს რაოდენობა თუ გაიყიდე, რავი, რამდენი დოლარისაა, არ ვიცი, ეს არის 50, 20, 20. 90 დოლარისაა ჯამში. მე ვიყიდე 50 დოლარად, მაგრამ კიდევ ვაპირებ აქ ინვესტიციებს, სხვა ტრეიდინგ პლატფორმაზე სხვანაირად ხდება რა. ანუ ეს ცოტა საფულის სხვა თემა არის, აქ ხალხი ნაკლებად არის ძალიან, იმიტომ რომ მილიონობით და მილიარდობით ქოინია დამატებული აქ და ყველგან სათითაოდ იშვიათია რომ რაღაცა ეს თემა მოხდეს, მაგრამ აქ არის დამატებული ტეზერში. უსდ ტეზერი არის დოლარის ექვივალენტი პასტაიანად სულ, ანუ დოლარში ყიდი რა, უბრალოდ ვირტუალური დოლარია და გაანაღდებ ჩვეულებრივ რამე დოლარში, ან ლარში. და ვაქვს აი ადამიანს 57 რაღაც ცენტები, ამას უდევს 14 ცენტის, ამას უდევს 14, 14, 14, 14, რავი, 45, 45, 45 და ასე შემდეგ რა. ეს რაოდენობა მე რო სულ ვიყიდო ეხა, თუნდაც რავი, აი აქამდე ვიყიდო, რავი, რამდენი დამიჯდება, 20 დოლარზე მეტი არ დამიჯდება. 30 დოლარი მაქსიმუმ. მაგრამ კურსი ძალიან აიწევს და შემიძლია მე აქ დავამატო, აქ არის ადამიანები, ვინც რეკვესტი დადო მარკეტის, რომ მე შევისყიდი ამ ფასში, ვიღაცამ დადო ამ ფასში უფრო ნაკლებად და მთლიანი კრიპტობაზარიც ამაზეა დამოკიდებული რა. რაც უფრო მეტი ადამიანს უდევს მე გავყიდიო ამ ფასშიო და არ იყიდება, არ იწევს კურსი. ბევრ ადამიანს უდევს მე შევისყიდი ამ ფასშიო და აქ ბევრი რაოდენობა გაიყიდება და კურსი დაიწევს, ზეით პირიქით არის წითლებში. ანუ რაც უფრო მეტი მოთხოვნა მიღებაზეა მთლიანი ტრეიდინგი რა. ანუ რაც უფრო დიდი მოთხოვნაა და ყიდვა სითხოვს ყველა ადამიანი, უფრო კურსი ზეით იწევს და აქ რეკვესტები აღარ იჩნდება და ყველა უფრო მაღალს დავკასადებს და გაყიდვაზე კიდე ყველა უფრო დაბალს დავკასადებს, რომ მე უფრო დაბალ ფასში ვიყიდიო და ასე შემდეგ. ბიტკოინიც ეგრე ხდება, მაგრამ იქ მილიარდები და ტრილიარდები ტრიალებს. ეს უბრალოდ ჩონჩხი და მაგალითად ავიღე. ხო, რავი, თუ რამე დაგაინტერესებთ, რავი, წინა ვიდეოებში რაღაცეები უფრო გარკვევით მიდევს და შეგიძლიათ წინა ვიდეოებს გაიცნოთ. ხო, რავი, დროებით. მე ზოგადად რავი, ეს ქოინი ამოვიჩემი, იმიტომ რომ გაჩვილი ყურადღებას არ აქცევს და ელემენტარული პატარა მინიმალური თანხებითაც შესაძლებელია აქ კურსის აწევა და სულ ქოინს შემიძლია სულში თავბერო. ხო. და რავი, დროებით, ეს ქოინი მაინინგდება, კიდე შეგახსენებთ და რავი მე. ხო. აი დროებით. ყველაზე საშინელი ვიდეო ისტორია.